Don Corleone. თქვენი დახმარება მჭირდება და ეს მხოლოდ ჩემს სახელზე სანთლის დანთებაში არ გამოიხატება. მე ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ეკლესიისთვის შემოწირულობების მოძიებას ვახმარდი. შემდეგ რომში იმისჯელეს და ვატიკანის ბანკის გაწყობა დამავალეს. მაგრამ მე არ ვარ ბანკირი და ვაღიარებ. ეს საქმიანობა ჩემს მეგობრებს ვანდე. ფული და მეგობრობა. ზეთი და წყალი. სამწუხაროდ ასე ყოფილა. იმ მეგობრებმაც ისარგებლეს ეკლესიის სახელით და ფულის საკუთარ კეთილდღეობას მოახმარეს. ვებერთელა თანხის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდი. დამნაშავე კი მე ვარ. პასუხს მე მომთხოვენ. ლოცვებით რომ შემეძლოს 700 მილიონიანი დეფიციტის აღმოფხვრა, 769 მილიონიანი დეფიციტის. ეკლესია უძრავი ქონებით ვაჭრობის უმსხვილესი კორპორაციის აქციების 25%-ს ფლობს. ხვდებით რისი თქმა მინდა. უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი მფლობელი, რომლის ღირებულება $6 მილიარდ მეტ შეადგენს. დიახ, ასეა. მის მართვას ვატიკანის თანხმობა სჭირდება. არა, ცდებით. ამაზე თანხმობას ვინმე ერთი პიროვნება კი არ იძლევა. ვატიკანში ცისია როგორც ყველა უმსხვილეს კორპორაციაში. იქაც არის ხელმძღვანელობა წესები, ძალიან ძველი წესები. თვით პაპმა უნდა დაგამტკიცოთ. ჩვენ გავყიდეთ კაზინო. სათამაშო ბიზნესთან აღარაფერი მაკავშირებს. არც დივიდენდებს ვიღებ და არც ფულს ვაბანდებ ამ სფეროში. კორლეონეს ოჯახი თანახმა $500 მილიონი შემოიტანოს ვატიკანის ბანკის დეპოზიტზე, თუ მისტერ კორლეონე უძრავი ქონების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება. ეს კომპანია შესაძლებელია რაღაც სხვად გადაკეთდეს, ერთგვარ ევროპულ კონგლომერატად, რომლის მართვაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის საშუალებით იქნება შესაძლებელი. როგორც ვატყობ, თანამედროვე სამყაროში ვალის გადახდის აუცილებლობა მიტევებაზე უპირატესია. $600 მილიონი. მეტისმეტად ძვირი ხომ არ არის მიტევების ფასი. მისტერ კორლეონე, ეს საქმე თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად გაქცევთ. ამავე დროს მთელი თქვენი წარსული ცხოვრება, ისევე როგორც თქვენი ოჯახის ძველი საქმიანობა, დავიწყებას მიეცემა. $600 მილიონი.